ამერიკელთა 56% მხარს უჭერდა ფედერალურ პოლიტიკას, თუმცა მალე ვითარება აირია. დეპორტაციის კვოტების შესანარჩუნებლად 12,000 ახალი აგენტი დაიქირავეს, რაც ერთ წელიწადში 120%-იან ზრდას ნიშნავდა. დროის სიმცირის გამო მათი მომზადება მინიმალური იყო. კანდიდატების შემოწმება კი საუკეთესო შემთხვევაში ზედაპირული. დაქირავებულთა შორის იყვნენ მემარჯვენე დაჯგუფებების, მაგალითად Proud Boys-ის წევრები. გარდა ამისა, დაპატიმრებების არეალი მკვეთრად გაფართოვდა და მოიცვა კრიმინალური წარსულის არ მქონე იმიგრანტებიც. დაპატიმრებები წლიურად 2500%-ით გაიზარდა. მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თავშესაფრის მაძიებლები, შერეული სტატუსის მქონე ოჯახები და სხვა. გაუქმდა დირექტივები, რომლებიც კრძალავდა ოპერაციების ჩატარებას სკოლებში, საავადმყოფოებსა და სასამართლოებში. აგენტები კი სულ უფრო ხშირად აიგნორებდნენ პროცედურებსა და სამართლებრივ შეზღუდვებს. რაც მთავარია, აშშ-ს მოქალაქეებზე უფლებამოსილების არ ქონის გამო, მათ არ შეეძლოთ ლეგალურად შეემოწმებინათ პირადობის მოწმობები, ან განეხორციელებინათ დაპატიმრებები, გარდა გონივრული ეჭვის შემთხვევებისა. ამ გარემოებებმა კვოტების შესრულების მიზნით ფედერალურ ზეწოლასთან ერთად 2025 წლის შუა პერიოდისთვის პირველი კრიზისული სიტუაციები გამოიწვია.